მთელი დღის განმავლობაში ხო უბრალოდ ადამიანი ფიქრობს. ამ ფიქრის დროს ვინ გვესაუბრება, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? რას გულისხმობ ხა? თუ კი წმინდა წერილს ვიცნობ, წმინდა მამებს კითხულობ, ხო? ამ ფიქრის დროს მოდის ეს დარიგებები მათგან, სახარები და მამები და თუ კი ამ ყველაფერს არ ვიცნობ და საუბრობ ჩემს თავთან, ვინ მარიგებს ისევ ჩემი თავი და ვინ რომელიც ჩემი თავი, გამოუცდელი, წაუკითხავი, უშრომელი ხო და როგორ დარიგებებს მოგწევს ახლა გაუნათლებელი ადამიანი ხო არასწორს და თავისთავად აი ეს განვითარება არა მარტო ფიზიკური, პირველ რიგში ინტელექტუალური ჭირდება, სწორი ინტელექტუალური განვითარება, რომ ეს პასუხები ღმერთი კი არ გამოგეცხადება და ყურში კი არ ჩურჩულებს ანგელოზია ესე გააკეთე, ესე გააკეთე. აი ეს ყველაფერი გამოცდილება წმინდა მამების, სახარების დარიგება გვჭირდება იმისთვის, რომ ეს სწორი პასუხები ჩვენთან მოვიდეს. და ეს გვეხმარება ამ ყველაფერში, რომ მე ჩვენ გავაგრძელოთ სწორად ცხოვრება.